სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. წმინდა იონე ოქროპირი თავის ერთ-ერთ ქადაგებაში ამბობს, რომ უკვე მე რამდენად გეუნებით ამას ერთ და იგივეს და შეიძლება ზოგიერთმა თქვენგანმა იფიქროს, რომ რასო ერთ და იგივეს გველაპარაკება. ეკხოს რცხვილიაო. მე ოქროპირი ამბობს, რომ როცა თქვენ შეგწყვებათ ერთ და იგივე მდგომარეობაში და ცოდვაში ყოფნა, მაშინ მეც შემწყვება, როცა ერთ და იგივეს გიმეორ. არის საკითხები, რომელიც მუდმივად საჭიროებს ჩვენ ცნობიერებაში ყოფობას, გახსენების თვალსაზრისით, შეხსენების თვალსაზრისით და ასე შემდეგ. ეს აუცილებელია, იმიტომ რომ ჩვენ მიდრეკილი ვართ დავიწყებისკენ. ხშირად გვითხოვს, დაცემული ბუნების ერთ-ერთი ყველაზე ესეთი ცუდი და მავნებლური გამოვლინება არის, რომ ღირებულებით საკითხს მუდმივად ვივიწყებთ და მის შენარჩუნებას, მის ხსოვნას და რა თქმა უნდა მის საქმეში განხორციელებას მუდმივად ჭირდება მუშაობა საკუთარ თავზე, მუდმივად ჭირდება მღვიძარებაში და სიფხიზლეში ყოფნა, საკუთარ თავზე იძულება და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ის ჩვენგან გადის, ის ჩვენში არ ჩერდება. დაცემული ბუნება ახვრეტილი ძირიანი ვარცლივით არის და მადლი კიდე წყალივით და თუ ესე იგი მუდამ არ რაღაც არ ამოვავსოთ, ის გადის და გადის და გადის ჩვენგან. აი ესეთი მდგომარეობა აქვს ადამიანს. ერთ-ერთი რაზეც ჩვენ მუდმივად სულ ყოველთვის საუბრობთ, ეს არის იმის გაცნობიერება თუ რას ნიშნავს შენ იყო ქრისტიანი. რაზე აკეთებენ აქცენტს მოციქულები? აქ რაზეა საუბარი? ის რომ რაღაც ისეთი საიდუმლოა, რომ ვერ მივხვდებით, ისეთი საიდუმლოებაა, რომ ვერავინ გვეტყვის. პირდაპირ გვიწერია ეს წმინდა წერილში. რა თქმა უნდა, ჩვენ თავისთავად ვერ მივხვდებით, მაგრამ წმინდა წერილში პირდაპირ დაფიქსირებულია, საჭიროა მისი სიღრმისეული და გულმოდგინე კითხვა, ცუდად ჟღერს ეს სიტყვა, ლოცვის კითხვა, წმინდა წერილის კითხვა. არამედ მასში ჩაღმავება, გულის გახსნა მისთვის, მისით ცხოვრება და ასე შემდეგ. ეს მუდმივი პრობლემაა, იმიტომ რომ სულ გვიწევს ამაზე საუბარი, რომ აი დიდი ხნის დაღვინებული რომ უნდა იყოს, აი პავლე მოციქული რო ამბობს, რომ თქვენ უკვე სხვების მოძღვრები უნდა ყოფილიყავით, მაგრამ ისევ რძის მაგ ჭირდებათ, ისევ ბავშვები ხართ, ისევ ჩვილები ხართ, ისევ ქრისტიანული მოძღვრების საწყისებში ხართ. ანუ არ ვითარდები. ეს ძალიან ხშირად ხდება ხოლმე და დიდი ხნის მორწმუნე მრევლში ხო საუბრობ რაღაც პრობლემას აყენებენ მეუბნები. კი, მაგრამ სახარებაში როგორ არის? ნუ თუ არ გახსოვს, რომ სახარების მიხედვით შენ არასწორად ფიქრობ, არასწორად ცხოვრობ, არასწორად იქცევი, არასწორად მოქმედებ, არასწორად აზროვნებ საერთოდ. არ ემთხვევა ეს სახარების გამოცხადებას. სულ მუდამ გჭირდება ამაზე აპელირება და მე შესაბამისად შეხსენება და აქაც ამ შემთხვევაში, რასაც ახლა მე თქვენ გესაუბრებით, სახარება გვაწყვეტის თავისთავად ცხადია. ნუ ადამიანი წესიერი და კარგი ადამიანი, ზნეობრივი, არაფერს არ აფუჭებს, სოციუმში პირიქით ესეთი თავისი კარგი ცხოვრების გამო გარკვეული სტატუსი აქვს, ღმერთისაგან წყალობა აქვს, ღმერთი ყველაზე ზრუნავს, ჩიტებზე ზრუნავს, ცხოველებზე ზრუნავს, ერთი ღერით არ ვარდება, კეთილზე ზრუნავს, ბოროტზე ზრუნავს, ღმერთი ყველაზე ზრუნავს. გესმით, ყველაზე ზრუნავს. და ბუნებრივია შენზე ზრუნავს რა. ქვებს არის სული წესიერად იქცევი საზოგადოებაში, შენზე ზრუნავს. ნუ რელიგიური ადამიანი ხარ, შენი კულტურის ნაწილი ხარ. ეს საქართველოს მაგალითი რო ავიღოთ. საქართველოში ხარ, საქართველოში. ათეისტი რო ხარ, მაგარი უხერხულია. ჯერ ერთი ვისაც 70-იანი წლები გამოგვივიდა, ჩვენ ვიცით ათეისტებმა საქართველოს რა დამართეს? რა დამართეს საქართველოს ათეისტებმა? და დღეს რო ახალგაზრდა კაცი მით უმეტეს, კაი, საბჭოთა კავშირში არ უცხოვრია, მაგრამ თუ სადღაც ოდნავ მაინც პატრიოტიზმი აქვს, როგორ შეიძლება რომ იყოს აღფრთოვანებული ათეიზმით, დარვინიზმით? არ ვიცით რა დაგუმართეს? არ გვახსოვს? გადმოცემით ხომ იცი, სამშობლო ხო გიყვარს? თუ არ გიყვარს და თუ არ გიყვარს, ახლა მაშინ სალაპარაკო არაფერი გვაქვს ჩვენ ერთმანეთთან. და თუ გიყვარს, ისე როგორც თუ დედა არ გიყვარს, აი მოდი ხარ ჩემთან, დედა არ გიყვარს, მამა არ გიყვარს, შენი ოჯახი არ გიყვარს, ცოლი არ გიყვარს, ქმარი არ გიყვარს, შვილი არ გიყვარს, სამშობლო არ გიყვარს. ქრისტეს როგორ შეიყვარებ? სალაპარაკო არაფერი გვაქვს. მიხედე შენ თავს, გაიაზრე შენი ცხოვრება, ვინა ხარ, რა ხარ, რისთვის დაიბადე, რისთვის არსებობ, სინდისი გაქვს თუ არა გაქვს. ჩაიხედე, იფიქრე, რაღაცის შეგწხვეს. ხო და ათეისტი რო ხარ, მაგარი სირცხვილია, მაგარი სირცხვილი. იმ ტკივილ გამოტარებულ ქვეყნის შვილისათვის
რომელსაც საქართველო ქვია და ეს ტკივილი სულ ახალ დამთავრდა 70 წლიანი უღმერთობა. ხო და თუ ცოტათი მაინც ადამიანს პატრიოტული გზნობა აქვს და სამშობლო უყვარს, ვერ იქნება ათეისტი. თავის წინაპრების სარწმუნოება მაინც უყვარს თვითონ თუ არანაირი გამოცდილება სულიერი ცხოვრების არ აქვს, პატივს მიაგებს და იმას მაინც იტყვის, რომ აუ ძალიან მაგარია ეს, უბრალოდ მე რაღაცა ვერ ყვევი ჯერ, მაინც ხვალ რაღაცა, მაგრამ ეს ძალიან კარგია. პირიდან არ ამოუვა ეკლესიის საგმობი, პატრიარქის საგმობის სიტყვა პირიდან არ ამოუვა. არ გაუკვირდება, რომ მე მქონია შემთხვევა, რომ რაღაცაზე ვთქვი და ერთ-ერთი აუცილებელი პირობა, რომ რაღაცა თუნდაც პოლიტიკურმა პარტიამ რაღაცა პოზიცია დაიკავოს და რაღაცა და ხალხთან ისაუბროს, პატრიარქი უნდა გიყვარდეს. რავო, პატრიარქი უნდა გიყვარდეს. რატო უნდა გიყვარდეს პატრიარქი? მამა რატო უნდა გიყვარდეს? დედა რატო უნდა გიყვარდეს? აქ კითხვის დასმაც კი არ შეიძლება და როცა ამ კითხვას ვსვავ, დამთავრებული საქმეა. ეს პატრიარქი რატო უნდა გიყვარდეს, ეს იმ რანგში გადის. სამშობლო რატო უნდა გიყვარდეს, დედა და მამა რატო უნდა გიყვარდეს და ასე შემდეგ. რატო უნდა გიყვარდეს? აი, ნუ გიყვარს, იყავ ის. ხო და როცა ადამიანს ცოტათი მაინც რაღაც ეს ცოცხალი აქვს, ის გარკვეულწილად რელიგიურიც არის. ის გარკვეულწილად ყურადღებას აქცევს რელიგიურ საღვთო მცნებებს, შესაბამისად ცხოვრობს. ცდილობს, რომ სოციუმში აღშენებლობით დესტრუქციული არ იყოს შესაძლებლობა თუ აქ მოყვასაც დაეხმაროს და ასე შემდეგ. და თუ კიდე ცოტა უფრო წინ წავალთ, ეკლესიური იყოს, აღსარებელი იყოს, მაზიარებელი იყოს, ესმით, აი ეს ყველაფერი ძალიან კარგია. აი აქ ჩდება, სულ მაგას ვაბობთ, აი აქ ჩდება ის ილუზია ზუსტად და ის საცდური. შენ რომ ესეთი გახდი, ანუ კარგი გახდი, მოდი ესე ვიყავი, თქვა ცუდი და კარგი გახდი. ან ცუდი შეიძლება არასოდეს ყოფილხარ, უბრალოდ კარგ ოჯახში აღიზარდე და კარგი მშობლები ყავდა და ასეთად გაგზარდეს და ასეთ ღირებულებებზე ჩამოყალიბდი. ეს ძალიან კარგია, მაგრამ ის რომ შენ კარგი ხარ და მით უმეტეს ცუდი თუ იყავი და კარგი გახდი და ან თუ ბავშვობიდან კარგად აღიზარდე, შენი ეშმაკი არსად არ წასულა. შენი ეშმაკი, ანუ რომელიც შენზე მოჩენილია. ის ფარხმას არ ყრის, სანამ შენ პირში სული დგას, ის ფარხმას არასოდეს დაყრის, უკანასკენ ამოსუნთქვამდე ეცდება შენს ცდუნებას. ადამიანად მოსულ ღმერთს უკეთებდა ესე, რომ ბოლო წამამდე სამი გამოცდა რო არის უდაბნოში, ვიდრე ჟამამდე, ანუ გარკვეულ დრომდე განეშორა ეშმაკი, იქ დამარცხდა, მაგრამ სულ კი არ წასულა. ის ბოლომდე ცდილობდა მის ცდუნებას, მათ შორის ჯვარზე როცა არის უფალი, აი ხალხის, რომელიც ჯვარს აცვავენ და ცინიკურად დასინიან, იმათი სახით ცდილობს, რომ აი ნახე, შეხედე რა, შენ ამათვის კვდები და ესენი ნახე როგორები არიან. ღირს ახლა ამათვის სიკვდილი? ნუ მოკვდები, დაღუპე და გაანადგურე რა ხო ხედავ? აი გესმით ბოლომდე ცდილობდა ეშმაკი, რომ ქრისტე თავისი ბუნების, ანუ სიყვარული რომ არის, თავისი ბუნების საწინააღმდეგოდ წასულიყო. და სიყვარულს ყველაფერი და ყველა უყვარს. და აი, როდესაც ჩვენ ასე ვცხოვრობთ, ეშმაკი არსად არ მედის, ადამიანს უჩნდება ეს განწყობა, ილუზია, რომ ის ქრისტიანია, რომ ის კარგი ქართველია, რომ ის დიდებული ადამიანია და რომ გარდაიცვლება, თუმცა ამაზე ნაკლებად ფიქრობენ ხოლმე და არც კი იციან ეს რა არის, აუცილებლად 60-ს დაიმკვიდრებენ. აი ეს სასუფეველს დაიმკვიდრებენ, ეს განწყობა აუცილებლად აქვთ. და ეს განწყობა, ნახეთ როგორი საშიში განწყობაა. აი ადამიანი კარგი რომ არის და ესეთი კარგია, რომ ის აუცილებლად სასუფეველს დაიმკვიდრებს, მის ცხოვრებაში, ასეთი ადამიანის ცხოვრებაში საჭიროება აღარ არის ღმერთის მოსვლის ადამიანად და საშნელი ტანჯვით სიკვდილის. საჭიროება არ არის, იმიტომ შენ ხო კარგი ხარ. წარმოგიდგენია, სანამ ქრისტე ადამიანად მოვიდოდა, სანამ განკაცდებოდა ღმერთი, სამყაროში რამდენი ადამიანი ცხოვრობდა მანამდე და რამდენი კარგი იყო და რამდენი რელიგიური იყო და რამდენად სწორად მაცხოვრებელი იყო. გიგივე ძველ აღთქმას რო გადავხედავ, რამდენ დიდებულ ადამიანს დაინახავ, განსაცვიფრებელი სარწმუნოების, განსაცვიფრებელი სიყვარულის, თავის სამშობლოსი, თავისი სარწმუნოების, თავისი მოყვასის, თავგანწირვის მაგალითებს საოცარს ნახავ. ასევე სხვა ერებში, სხვა ხალხებშიც. ანუ ბუნებრივია, რომ ქრისტემდეს იყო, ქრისტეს მერეც არიან ასეთი ადამიანები. და თუ ეს საკმარისია, რომ ადამიანი იყოს სასუფეველში, მაშინ რაღაც საჭიროა, რომ მოვიდეს და საშინდად იტანჯოს ჯვარზე. რაღაც საჭიროა, გესმით? რაღაც საჭიროა. ან ადამიანს არ ესმის რა არის სასუფეველი. ხო? რა თქმა უნდა არ ესმის. და აი, გახსოვთ დღევანდელ 1000 სახარებაში, ესე იგი, მდიდარი ჭაბუკი ხო მიდის, აჰა, მოვინმე უხდა მას და რქვა, მოძღვარო სახიერო,
რა იკეთილი ვქმნა, რათა მაგ უნდა ცხოვრება საუკუნო. ნახეთ, სახარებისეულ 4 თავის თლიან კონტექსტში თუ გავიაზრებთ, იმიტომ რომ სხვადასხვა מחარებელი საუბრობს ამ თემაზე, აქ საუბარი რაზეა, რომ არის მდიდარი ახალგაზრდა ჭაბუკი, თავის კეთილშობილი ცხოვრებით, რელიგიურით, რა თქმა უნდა, და ამავე დროს მისი რელიგიურობა იმაზე მეტია, ვიდრე იმ დროინდელი სტანდარტი ითხოვს, ცუდი სტანდარტი, საერთოდ რელიგიური სტანდარტი არის ცუდი რამე. შეიძლება ეს საქართველოშიც ვიღაცას ჰქონდეს რაღაცა რელიგიური სტანდარტი. ან სამრევლოში ადამიანი იყოს და რელიგიური სტანდარტი აქვს, რომ აი სტანდარტს მიღწეული ხო ვარ, ზე კაი ვარ. არ არსებობს რელიგიური სტანდარტი. ეს არის მუდმივი დინამიკა მარადისობაში. ზეცაში გატყორცნილი ცეცხლოვანი ისარივით უნდა იყო, რა სტანდარტზე მელაპარაკებით. არ არსებობს. ხო და ამას რაღაც ეს სტანდარტი რო არსებობდა, ამ სტანდარტი არ აკმაყოფილებს, ანუ უკვე მას ბევრი პლუსი აქვს. შიგნით და ამიტომ კითხვა აქვს და ეკითხება, რა უნდა გავაკეთო, რა კეთილი ვქმნა. კეთილშობილი ადამიანი კითხულობს, რა სიკეთე გავაკეთო, რომ მარადიული ცხოვრება მქონდეს. უფალი გახსოვთ, რას ეუბნება? უფალი არ ეუბნება პირდაპირ არის გასაკეთებელი. რატოდ შედის დიალოგში? ყველაფერი იცის, ხო ღმერთია და როგორ არის? ჩვენს გასაგონად ამ ახალგაზრდა ადამიანის შინაგანი სამყაროს ლუსტრაციას ახდენს. ჩვენ ხო არ ვიცით ეს ვინ არის. ესე რომ მოსულიყო ეთქვა, რომ მე ესე იგი ესე მინდა, უფალი რაღაცას ბოლოსაც ეუბნება, იმას ეთყო და ის წავიდოდა და ვერაფერს ვერ გავიგებდით. მაგრამ ჩვენ უნდა გავიგოთ ეს. ის ადამიანი მოდის თავისთვის, მაგრამ უფალი მას იყენებს იმისთვის, რომ ჩვენც გავიგოთ რა ხდება. და როგორ უნდა ვიქცეოდეთ და როგორ უნდა ვიცხოვროთ. თუ გინდა რომ მარადიულად იცხოვრო, ანუ ცხოვრებასას შესვლაი, ანუ სიცოცხლეში თუ გინდა შეხვიდე, ეს ძალიან საინტერესო ტერმინია. სიცოცხლეში შესვლა. ჩვენ ხო ვიცით სიცოცხლე ღმერთია. ხო, მე ვარ სიცოცხლე, ქრისტე ამბობს. ანუ ღმერთში შეხვიდე. აქაც უკვე მინიშნებაა, რომ მარადიული სიცოცხლე რაღაც ცალკე აღებული კომფორტული ზონა კი არ არის, რომელიც ღმერთმა მოგცა ისე, რომ ღმერთს არ იცნობ. უბრალოდ კარგი ვინმე ხარ და მოგცა, კარგი ბიჭი ხარ და იყავი აქ შენ კომფორტულად. არა. სასופველი არის სიცოცხლეში შესვლა და ანუ ღმერთში შესვლა. ანუ რაღაც ცალკე კომფორტი კი არა, ღმერთია ის კომფორტიც, ის ბედნიერებაც, ის სიხარულით, ის გონება მიუწვდომელი სიკეთე, ეს ღმერთია და ვისაც უნდა სიცოცხლეში შესვლა, ცნებანი დაიმარხე. რა თქმა უნდა, უფალმა იცის, რომ ის ცნებებს იმარხავს, ძველი აღთქმის. და ჭაბუკი ეუბნება, ესე ყოველი დამტე ჩამოუთვლის, ხო, ცნებებს გახსოვთ, სახარებაში ჩამოუთვლის, არაკაც კლარა იმრუშო და ასე შემდეგ, 10 ცნებაში რაც არის. ჭაბუკი ეუბნება, რომ ეს ყოველი დამიმარხავს, სიყრმით შემიდგან. ამას ვიცავ, ეუბნება, ამას ვიცავ. ძალიან საინტერესოა ეს ახალგაზრდა ადამიანი. ყველაფერს იცავს და რაღაცა აკლია. და ამას განიცდის, ამიტომ მოიცალა და მივიდა. ეს ახალგაზრდა კაცი, რომელიც ქრისტეს არ გაყვა, ხშირ შემთხვევაში ჩვენზე უკეთესია. ჩვენ როდესაც ყოველივეს ვიცავთ, სად ვიცავთ, მაგრამ აი რომ ვცდილობ, ხშირად შემოდის თვითკმაყოფილება ჩვენში. და რატომ? იმიტომ ჩვენ გვაქვს რელიგიური სტანდარტი, რაც წეღან გითხარით, რაც ამ ჭაბუკს არ აქვს და ჩვენ გვაქვს ეს სტანდარტი. გავიდა ერთი კვირა, ვახ, არაფერი ისეთი არ და ეს კარგია რა. კარგად ვარ სულიერად ადამიანი. არ ახარ კარგად სულიერად. სულიერად კარგად ყოფნა არ ნიშნავს, რომ ყველაფერს იცავ. და აი ამ ჭაბუკს ეს სიკეთი აქვს ჩვენზე და ჩვენზე აღმატებულია. ყველაფერს იცავს, ყველაფერს აკეთებს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ის კარგად თავს ვერ გძნობს. და ეუბნება, რა მაკლია ახლა მე, მითხარი, რა მაკლია. და აი მაშინ უფალი ეუბნება ისეთ რამეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ქვამასიეს უკვე თუ გნებავს, ანუ თუ გინდა სრულიყო წარვე და განყიდე მონაგები შენი. ანუ სრულიყო. და თუ არ გინდა, აი ხშირად არის ხოლმე, რომ განმარტებებში ხვდებით ესეთ რამეს, რომ ჭაბუკმა არის სურვა სრულყოფილება. ნუ რა პრობლემაა, არის სურვა სრულყოფილება, ვიღაცა სრულყოფილია, ვიღაცა არ არის სრულყოფილი და ეს არ იქნება სრულყოფილი, მაგრამ მაინც ღმერთთან იქნება და ვინც სრულყოფილია, კიდევ უფრო ახლოს იქნება და არ არის ესე მარტივად საქმე. იმიტომ რომ მან არის სრულყოფილება და ამისათვის ქრისტესთან ყოფნაზე უარი თქვა და ქრისტეს გარეშე ამასთან ვერავინ ვერ მივა, ამიტომ ეს ჭაბუკი ამბობს ცხონებაზე უარს. ესმით რა შეასაქმე. აი, როცა მას რაღაცა აკლია და ამით ჩვენ გვძჯობია და ჩვენ ხშირად ამას ვერ ვგზნობთ და ეს გზნობს, ანუ ჩვენზე წინ არის და თუ არ იგზენი რომ რაღაცა გაკლია, შენი საქმე ცუდად არის, ძალიან. ამ კითხვასაც არ დასვა. ხოლო როდესაც რაღაცა გაკლია და შენ გინდა რომ ეს სისავსე მიიღო, ქრისტე გთავაზობს მხოლოდ ერთ რამეს, მასთან მყოფობას. ანუ სრულყოფილება არის ქრისტესთან მყოფობა, ქრისტეს მსგავსი რო იყო, როგორც იოანე მოციქული ამბობს, რომ წარვსგებით მის წინაშე თუ ვწონდით, დავინახავთ, რომ ისეთები ვართ ჩვენ,
როგორც ის არის, ანუ ჩვენ ვართ ქრისტეს მსგავსნი. სრულყოფილება ამაშია, ამაში სრულყოფილება აბსტრაქცია კი არ არის. უფალი როცა ამბობს, ვიყავით სრულნი, ვითარცა თქვენი ზეციური მამა სრულ არს. სხვა ადგილას ამბობს, იყავით მოწყალე, როგორც თქვენი ზეციური მამა მოწყალე არის. იმიტომ რომ ადამიანი იყავი სრული, ვითარცა ზეციური მამა სრულ არს, ადამიანი ესეთი უცნაური არსებაა, რომ შეიძლება თავი ეგონოს ისეთივე სრულყოფილი, როგორც ზეციური მამაა სრულყოფილი და ცოტა რომ აზზე მოგუყანოს, სხვა ადგილას ქრისტე გვეუბნება, ისეთი სრულყოფილი მოწყალე, როგორც ზეციური მამაა მოწყალე. და ამ დროს მოწყალება სადვლინდება, სად? აი, ადამიანებში. და აღმოვაჩენ, რომ თუ სინდისერად შეხედავ, არავინ არ გიყვარს, არავინ არ გიყვარს. რა სრულყოფილებაზეა საუბარი, საერთოდ. გესმით? და მე კიდე რო თქვა, არ დაიბნეს ადამიანი, არ დაიბნეს. მოვიდა და გითხრა, თვითონ მოვიდა და გითხრა, მე ვარ და გამომყევი. ჩემგან ისწავლე, სიმშვიდე, სიმდაბლე, გულმოწყალება ჩემგან ისწავლე. მე ვარ ის სიცოცხლე, რომელშიც უნდა შემოხვიდე. გესმით? ჩემი ერთგულებით მოხდება ეს ყველაფერი. გამომყევი. თუ გინდა რომ სრულყოფილი იყო, მე გამომყევი. და ამას ეუნება. უკეთ თუ სრულყოფილი იყო და სანამ ეტყვის რომ მე გამომყევი. მანამდე ეუნება ესეთ რამეს. წარვეთ და განყიდე მონაგები შენი. და ამაზე ხშირად გვითქვავს, რომ ხა მდიდარი სად არის, ხო? თითებზე ჩამოსათვლელია მდიდარი ადამიანი და შენ გულარხენად ხო, მდიდარმა იდარდონე. დიდარმა აკლემა იდარდოს, რომ ვერ გაძრება ნემსის ხვერში თორე. მე გავძვრები და მე ვარ ის მდიდარი, აგერ გეუბნები. იმდენი რამ მაგ დაგროვილი თუნდაც ჩემ უღმერთობის პერიოდში და ჩემი არასრულფასოვანი სულიერი ცხოვრების პერიოდში, რომელიც ჩემ საკუთარ სიკეთეებად, სათნოებად მიმაჩნია. იმდენი რამე აქ ადამიანს დაგროვილი თავისი ეგოისტური ცხოვრების წესით. ეგოიზმი ხო აბსტრაქცია არ არის ისევ და რაღაც სარიელი სიტყვა. ეგოიზმი არის დახუნძლული მთელი თვისებები. ეს არის ჩვენი სიმდიდრე, ჩვენის გვიყვარს. აბა წარმოიდგინეთ, როგორ უყვარს ადამიანს თავის პატივმოყვარეობა. აბა შეეხეა და აი ძალიან თავდაბალი იქნება ესეთი, აბა შეეხე ცოტათი. მისი პატივმოყვარეობა ეგრევე გასკდება და ისე შემოგიტრიალდება, რომ შენი განადგურება არ შეელოს გაგანადგურებს. აბა მის სიმართლეს კვერი არ დაუკრა კვერი მის სიმართლეს. მისი აზრის საწინააღმდეგო თქვი, გესმით? დაამთავრებული საქმეა და აღარ ვლაპარაკობ უფრო სერიოზულ რაღაცებს. ჩვენ ისეთი სიმდიდრეები გვაქვს და ისე არ გვეთმობა ამ სიმდიდრის უარყოფა და მოგლეჯა საკუთარი თავიდან. და უფალი ამბობს, განყიდე ყოველი მონაგები შენ, ანუ მოიცილე და თუ რამე სიკეთე გაქვს, სხვებს მოახმარე. გესმის? სხვას დაეხმარე, შენი ნიჭიერებით, შენი ყველაფრით. ეს საცდური თანხის მატერიალური სიმდიდრის თვალსაზრისით ძალიან საშიში რამ არის, მაგრამ ისაც ეს არა გვაქვს, ჩვენ მაინც მდიდრები ვართ და ძალიან ხშირ შემთხვევაში ეგოიზმისგან განთავისუფლება უფრო რთულია, ვიდრე ფინანსებისგან. საკუთარ პატივმოყვარეობაზე და საკუთარ სიმართლეზე არის თქმა უფრო ძნელია, ვიდრე მილიარდებზე. გესმით რა შეასაქმე? ამიტომ ჩვენ ცუდ დღეში ვართ ყველანი. მე საკუთარი თავიდან ვიცი ეს. და ვიცი იმით, რომ გაკვირდებით როგორც მოძღვარი და ეს ვალდებულებად არის ჩემი, რომ თქვენ რომ მოდიხართ, მე გაკვირდები და ხედავ თქვათ რა პრობლემის წინაშე დგახართ. როგორ გიჭირთ, რომ თავი დაიმდაბლოთ და ქრისტესათვის გული გახსნათ. ეს ყველას გვიჭირს და თქვენს გიჭირთ ეს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომ ჩვენ ღმერთს აქამდე არ ვიცნობთ, არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი პატივმოყვარეობა და ჩვენი სიმართლე და ჩვენი სიამაყე. შესაბამისი თავდაბლობის დეფიციტი და ან არ ქონა საერთოდ სხვა მიზეზი, ის რომ ჩვენ ღმერთს აქამდე არ ვიცნობთ, არ არსებობს, მხოლოდ ეს არის მიზეზი. ამას რო გააკეთებ, მე შემოვიდე ქიმე და ვითარცა ესმა ჭაბუკსა წავიდა მწუხარე, რამე თუ იყო მდიდარი ფრია და მე ამბობს ის ვადვილეს არს, აკლემი განსვლათ ხრელსან ნემსისასა, ვიდრე მდიდარი შესვლათ სასუფეველს. და რა თქმა უნდა მოწაფეებს გაუკვირდებათ. იმიტომ რომ ეს კეთილშობილი ადამიანები, ცნებების აღსრულებელი, ღვთისწყალობით დიდარი, სიმდიდრე ცუდი ტონი არ იყო, პირიქით ღმერთის მოწყალება იყო მასე, ამას ნიშნავდა ძველი აღთქმის ადამიანისათვის და განუკვირდებოდა ფრია და იტყოდეს და ვის ხელეწიფების ცხოვნებად ვინ გადარჩება. და ეს ცნობილი სიტყვები, რომელიც არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს. როცა მოვიხიბლებით საკუთარი ღირებულებებით, საკუთარი რწმენით, საკუთარი სათნოებით და ასე შემდეგ. მიხედა იესო და თქვამად, კაცთაგან შეუძლებელი არც ეს. ვინ გადარჩება? კაცისათვის ეს, ანუ ადამიანისათვის ეს შეუძლებელია. გესმით? შეუძლებელია.
აი ხო კარგი ხარ შენ ვიღაცა, აი რო კარგი ხარ, მოგწონ შენი თავი. ვერ ცხონდები კარგი რო ხარ. ვერ. იმიტომ რომ ეს სიკარგი არაფერს ნიშნავს. და მე აგრძელებს უფალი, ხოლო ღვთისამიერ ყოველივე შესაძლებელი არის, ანუ ქრისტეს გარეშე ვერ ცხონდები და ღმერთით ცხონდები მხოლოდ. და აი ეს ხედვა რომ არის ჯვარცმულმა ღმერთმა ეს ხედვა რომ მოიტანა, რაც მანამდე უცხო იყო, რაც მანამდე არ არსებობდა, ყველა რელიგიაში, აი ყველა რელიგიაში გარდა ქრისტიანობისა. არის ეს პრინციპი. შენი რელიგიის მიხედვით თუ იცხოვრებ, რა რელიგიაც შენ რა მცნებებსაც შენი რელიგია გაძლევს, თუ ამ მცნებებს აღასრულებ, შენ ის სიკეთე მოგეცემა, რასაც ეს რელიგია გთავაზობს. ეს არის წმინდანობა. ქრისტიანობაში არ არის ესე. ყველაფერს ვასრულებდე, მაინც არ ახარ წმინდა. გესმით, არ ახარ, არაფერს ნიშნავს ეს. სხვა რამეა საჭირო და რა საჭირო? ქრისტესთან ყოფობაა საჭირო. ესე იგი რა გამოდის, ქრისტესთან თუ ვიყო და ყველაფერს ურევდე? არა. და პავლე მოციქული ამაზე აქცენტირებით საუბრობს. ესე იგი რას ნიშნავს, რომ თუ ესე იგი ჩემი კეთილი საქმებით არ გადავრჩებიო, მაშინ ცოდვა ჩავიდინო ისევ. არა გეუბნება პავლე მოციქული, ამას ჭიდება გაგება არა მენტალური, არამედ შინაგანი. გესმით, შინაგანი, როცა ქრისტეს განცდა შემოდის შენში, ხვდები, რომ მის გარეშე ვერ გადარჩები, მაგრამ ქრისტესთან ერთად რომ ხარ გძულს ყველაფერი ამ ქვეყნიური. არა მარტო ცოდვას, არამედ ის რაც ცოდვაც არ არის და რაც წარმავალია, რომ შენ გულში მან ადგილი არ დაიკავოს. გესმით რა ქრისტე განწმენს შენს გულს, ის ცეცხლია და შენს გულში თუ რამე მიწიერია, თუ რამე არაჯანსაღია, თუ რამე დროებითია, ის ყველაფერი გამოიბუგება და მას შენს გულში ადგილი აღარ აქვს. საჭიროება არის, მაგრამ ადგილი არ აქვს. ასაცმელი არის საჭირო რომ გეცვას, მაგრამ შენს გულში მას ადგილი არ უნდა გქონდეს. და აი ამ კუთხით ხედავენ, რა თქმა უნდა, მოციქულები უფლის ცხოვრებას და ამიტომ პავლე მოციქული ამბობს დღეს აღმოკითხულ კორინთელთა პირველ ეპისტოლეში, თქვენ გაუწყებთ ძმანოს სახარებას, ეს ხო სახარება მარტო 4 თავი ხო არ არის, ყველაფერი სახარება, ამაზეც ხო გითხარით, პავლე მოციქულის წერილებით სახარება, გაუწყებთ ძმანოს სახარებას, რომელიც მიიღეთ ჩემი ხარებით, მე ვარ თქვენი მახარებელი, ეუბნება პავლე მოციქული და რომელშიც დგახართ, იმიტომ რომ ჩემი სულიერი შვილები ხარ და მე გახარე და თქვენ ამ ცოდნაში დგახართ, მისი თვე ცხონდებით, ანუ ჩემი რაც გახარეთ და თუ მასში იდგებით, ამით გადარჩებით, ანუ ცხონებით გადარჩებით, თუ კი ისე ინახავთ სიტყვას, როგორც გახარეთ და თუ ამაოდ არ ირწმუნეთ. ნახეთ, გეხარა, მაგრამ გაიგე სწორად და თუ სწორად გაიგე, დადექი ხარებაში და თუ დადექი, სწორად შეინარჩუნე, გესმის ეს ანუ შენ პასუხისგებლობაზე მიგანიშნებს. გესმით, რომ თუ ინახავთ, როგორც გახარეთ და თუ ამაოდ არ ირწმუნ. რადგან თავდაპირველად თავიდანვე, რადგანაც თავდაპირველად გადმოგეცით ის, რაც თვითონ მივიღე. ანუ ჩემი კი არ გახარეთ, არამედ რაც მივიღე, ღვთისგან ის გახარეთ. და ახლა ამ ცოდნას გვეუბნება, რომ ქრისტე წერილის მიხედვით, რა გახარეთ, რომ ქრისტე წერილის მიხედვით, ანუ წმინდა წერილის, ანუ გამოცხადების მიხედვით. ქრისტე, ანუ ადამიანად მოსული ღმერთი, გამოცხადების მიხედვით. ჩვენი ცოდვებისათვის მოკვდა. მახსენებს პავლე მოციქული, აი რა გახარეთ, რომ შენ ცოდვილი ხარ და შენთვის ღმერთი მოკვდა და ამიტომ ნიშნულოვანია, რომ ჯვარცმული ყავდეს გულში და შენი ცხოვრებას და შენს სიმართლეს და შენს გადარჩენას შეხედო არა საკუთარი კეთილშობილების და რაღაცა ინდივიდუალური განვითარების პრიზმაში, არამედ იმაში, რომ შენ არ შეგიძლია გადარჩენა, რაც არ უნდა მოხდეს, თუ ჯვარცმულის ერთგული არ იქნებ. კიდევ ერთხელ მადლობთ უფალს, რომ თავისი საკითხავებით კიდევ ერთხელ დაგვანახა ჭეშმარიტება, კიდევ ერთხელ გამოგვაფხიზლა, კიდევ ერთხელ დაგვაბრუნა დავიწყებიდან რეალობაში, რომ ერთი ნაბიჯით აი დღევანდელ დღეს მაინც გვახსოვდეს, რას ნიშნავს იყო ქრისტიანი და რა არის ჩვენი საკეთებელი და როგორ უნდა ვიცხოვროთ, რომ გადავრჩეთ. ამინ. მადლი უფლისა, ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. Amen.